დაგლოცოთ ქრისტემ, ვინც ხსნას მოელით, ვერ გძლიონ მტრებმა, ვერ მოგერივნენ. გაძლიერებდეთ სვეტი ცხოველი, მოციქულები ღვთის 12-ვე. ხარობდეთ სულნი დღეს თქვენ და ხვალ მეც, ღვთით ვართ მოსულნი, წამს თუ არა გწამს. გაგვაძლიეროს პეტრეს და პავლეს, საგულისხმო და კეთილ ამბავმა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო და სრულიად საქართველო, გილოცავთ ამ ორ უდიდეს დღესასწაულს, პეტრე პავლობას და სვეტი ცხოველს, რომელიც ერთი მეორეს მიყოლებით იზეიმება. მადლობა უღრმესი თქვენი კეთილი გამოხმაურების, კომენტარების, გამოჩენილი ყურადღების და პატივისცემისთვის, ჩემი საავტორო გადაცემის და კონკრეტულად კი ტელეკომპანია პლუსის მიმართ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვკითხულობდით ქრისტეს შობის მსახურებაზე წაკითხული მესამე სახარების განმარტებას. თქვენის ნებართვით გავაგრძელებ საკითხავს. უფალმა ინება ღარიბი წარმართების გამორჩევა, რათა მათით არ წვინოს დიდებული ამპარტავანები. რამე თუ ვიდრე უფალი შეარწყვენდა მათ, ჯერ მათ შეურაცხყვეს უფალი საკუთარი სიამაყით, ამპარტავნებითა და ურჩებით. ღმრთის უდიდესი და აქედან გამომდინარე საკუთარი თავის მტრები არსით, ან სწავლულებით, ან სიმდიდრით, ან და მიწიერ სიმდიდრით გაზულუქებული ადამიანები არიან. ამასოფლის ძლიერთა ამპარტავნება ადამიანებსა და ღმერთს შორის აღმართული უზარმაზარი ზღუდე გახლავთ და ის გადააქცევს მათ ღვთის მტრად. მაგრამ ღმერთს არ ყავს და შეუძლებელია კიდეც რომ მტრები ყავდეს, რაიმეთი რომ ასე ვთქვათ ზიანი მიაყენოს მას, ვითომ და იყო ღვთის მტერი ნიშნავს სხვა არაფერს თუ არა იმას რომ მხოლოდ საკუთარ თავს ტრობდე. საკუთარი ცხოვრებიდან ახოცო ღმთის სახსენებელი. სხვა არაფერს ნიშნავს თუ არა იმას რომ სიცოცხლის წიგნიდან ამოშალო საკუთარი თავი. ამასოფლის ამაყმა ხელისუფლებმა და სწავლულებმა, რომლებიც ფიქრობდნენ რომ თითქოს ამოშალეს ღმერთი საკუთარი ცხოვრებიდან და სრულიად სამყაროდან, სინამდვილეში საკუთარი თავები ამოშალეს სიცოცხლის წიგნიდან და მათი ეს ფანტაზია იმის შესახებ რომ რამენაირად სამყაროდან აღეხოცათ ცოცხალი ღვთის სახელი, იმ უგუნური ცოცნებას გავს თვალს რომ დახუჭავს და წამოიყვირებს. ეგ არის და ვარსკვლავებით მოჭედილ ციდან გავაქრეო კაშკაშა მზე. ამაყი მდიდრები და სწავლულები საბედნიეროდ კაცობრიობის უმცირესობას წარმოადგენენ. რამე თუ სამყაროში ღარიბების ჭარბობენ მდიდრებს და შესაბამისად სულით გლახაკნი ამაყ სწავლულებს. ამიტომ შეიძლება იმის თქმა რომ რომაელ ამპარტავან მდიდართა და იერუსალიმელ ბრძენ მწიგნობართა საზოგადოება შობილ ქრისტეს წინაშე უმცირესობას წარმოადგენდა ვიდრე ბეთლემელი ღარიბი მწყემსები და სიმართლესა და ჭეშმარიტებას მოწყურებული აღმოსავლელი მოგვები. უკანასკნელნი არსით გლახაკნის სულით არიან ქრისტეს სასუფევლისთვის საუკეთესო ახალწოვლები, ხოლო პირველები კი ისინი, ვისთვისაც სასუფეველში შესვლა უფრო რთული იქნება ვიდრე აკლემის ნემსის ყუნწში გაზრომა. გახსოვთ ალბათ ლუკას სახარებიდან ძვირფასებო. ვინ არიან აღმოსავლელი ეს იდუმალი მოგვები და სახელდობრ რატომ მოვიდნენ და თაყვანისზე შობილ იესოს. ჩვენთვის რთულია იმის თქმა, თუ აღმოსავლეთის
რომელი ქვეყნებიდან მოვიდნენ იერუსალიმში? სპარსეთიდან, ეგვიპტიდან, ბაბილონიდან თუ შორეული ინდოეთიდან? ან თუ როგორც ერთი მშვენიერა გადმოცემა მოგვითხრობს, ამ რამოდენიმე ერთად აღებული ყველა ქვეყნიდან ცალკე გამოემართნენ და მესიის თაყვანსაცემად კი შეხვედრილები ერთად მოვიდნენ. მაგრამ იმ ამბავს, რომ კონკრეტულად აღმოსავლეთიდან მოვიდნენ, მეორე ხარისხოვანი დანიშნულებაც გააჩნია. აქ თავარი ის არის, რომ ისინი მოდიან აღმოსავლეთიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ვარსკვლავებს სცემდნენ თაყვანს, რათა თაყვანის ძენ კაცობრიობის ისტორიის ცაზე ყველაზე დიდი ბრწყინვალებით აღმობრწყინვებულ ვარსკვლავს. ზუსტად ამის შეტყობინება სურს მახარებელს ჩვენთვის. ერთ ჭეშმარიტ და ყოვლად ძლიერ ღმრთისგან განდგომილი მთელი აღმოსავლეთის და არა აღმოსავლურ ერთ-ერთი ქვეყნის ან ტომის სახელით მოვიდნენ ისინი ახალშობილის თაყვანსაცემად აღმოსავლეთიდან. დროთა განმავლობაში აღმოსავლეთი სრულიად მოქცეული იყო ხილული ბუნების გავლენის და რამდენადაც ამ ბუნებაში ვარსკვლავები უძლიერესი სხეულები არიან, შეიძლება ითქვას მათი ხელმწიფების ქვეშ. თავდაპირველად აღმოსავლეთის ერებს წამდათ, რომ ვარსკვლავები არსით ცოცხალი და იზლიერი არსებები არიან, რომლებიც მართავენ დედამიწაზე მოვლენებს მათ რიცხვში ადამიანების სიცოცხლესაც. ეს არსებები კი ამის მიზეზით გააღმერთეს და დაჰყვეს კეთილ და ბოროტ იმ ღმერთებად, რომელნიც საკუთარი ცეცხლოვანი თვალებით ან ნაცარტუდად აქცევენ, ან შეეწევიან, ან და სულაც ართმევენ სიცოცხლეს და ადამიანებსაც თანაბრად მოქონდათ შესაწირი მსხვერპლები და მათ შორის ადამიანებიც როგორც კეთილ, ასევე ბოროტ ღმერთების წინაშე, ოღონდაც კი პირველთა კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, ხოლო მეორეთაგან რისხვა და მტრული დამოკიდებულება აეცილებინათ თავიდან. იმისთვის, რომ ეხსნათ კაცობრივი არასწორი ამ წარმოდგენებისგან თავი, აღმოსავლელმა სწავლულმა ადამიანებმა იწყეს ვარსკვლავების და მათი ადამიანების ცხოვრებაზე გავლენის შესწავლა. ისინი პირველები იყვნენ, ვინც ჩამოაყალიბეს ვარსკვლავების შესახებ ამგვარი სწავლებანი და უწოდეს ასტროლოგია, მაგრამ ამ სწავლებამ ადამიანებს ვერ მოუტანა თავისუფლება პირიქით. კიდევ უარეს მონობაში ჩააგდო და ზრწოლა მოგვარა სახელდობრ კი აღმოსავლელმა მოგვებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა გადაწყვიტეს, რომ ვარსკვლავები მართლა ღმერთები კი არ არიან, როგორც ეს ხალხს სწამდა, არამედ ყოველ ცოცხალ არსებაზე მათი ხელმწიფებრივი გავლენა იმდენად ძლიერი და ისეთი მათემატიკური სიზუსტით იყო განპირობებული, რომ მთელ გალაქტიკაში ვარსკვლავების ამ ბრმა და გარდაუვალი ტირანიის გავლენის გარეშე ვერაც ეხორციელს ძალუცთმის ერთი ღერისაც კი სულ უმცირესი ცვალებადობა. თითქოს ვარსკვლავები კი არ შექმნილიყოს ადამიანებისთვის, არამედ პირიქით. ასტროლოგიის აზრით ვარსკვლავებზეა დამოკიდებული ადამიანის დაბადება, სიცოცხლე, ბედნიერება ან უბედურება, ხასიათის შტრიხები და მისი განვითარება და მისი სიცოცხლის ნებისმიერი მომენტი თავად სიკვდილამდე. ასე და ამგვარად ადამიანი ვარსკვლავების უძლური და აბსოლუტური მონა, ანუ იმ ძილში იმყოფება, სადაც სიზმარშიც კი მხოლოდ ვარსკვლავები გაანაგებენ ყოველივეს. ასე ვთქვათ, მეცნიერებამ შვა ან გაამართლა და გამოზარდა ოკულტიზმის ყოველგვარი სახეობა, რასაც მიეკუთვნება მაგია, ჩხიბაობა, ჯადოქრობა, გამოლოცვა და სხვა დანარჩენი ყველა, რასაც ქრისტიანობაში ერთი საზოგადო
სახელი გააჩნია ცრურწმენა. ეს გახლდათ ის ბნელი და მახრჩობელა ღრუბელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთზეც გავრცელდა და თავისი მომაკვდინებელი სიმძიმით დათრკუნა და წელში მოსდრიკა კაცთა მოდგმასე, რომ სწავლული ვარსკვლავთ მრიცხველები ადამიანური სინდისისგან გათავისუფლდნენ კი არა, უარესად დაემონენ მას, შექმნეს რა ფატალიზმის რკინისებური სისტემა, სადაც ადამიანი გმინავს და კვნესის საშინელ მარტოობის, მიტოვებულობის, შეგრძნების და შეუწევრელობის გაცნობიერების უღელქვეშ. მაგრამ ასტროლოგიური სიბნელით გარემოცულ ადამიანის სულის სიღრმეში საღმრთო მოწყალებამ ერთ პატარა ნაპერწკალს არ მისცა გაქრობის საშუალება. რწმენის თუ არა მცირეოდენ მიხვედრილობისა მაინც იმის შესახებ, რომ ადამიანი ყველა ვარიანტში თავისუფლებისათვის არის შექმნილი და უნდა მის შესახვედრად უნდა ისწრაფოდეს მთელი არსი და აი ამ მცირე ნაპერწკლიდან კი აინთო სწრაფვა კაცობრიობაზე ვარსკვლავების გავლენისაგან თავისუფლებისაკენ. ამ სწრაფვიდან კი ისახებოდა იმის იმედი, რომ კაცთ მოყვარე ის ვარსკვლავი გამოჩნდება, რომელიც ვარსკვლავებით გამშვენებულ სამყაროს საპყრობილედან გამოიყვანს კაცთა მოდგმას და თავისუფლების სამეფოსკენ წარუწყვება, რათა ამგვარად ადამიანები აღარ არსებობდნენ მსოფლიო სტიქიისთვის, არამედ ცოცხლობდნენ და ცხოვრობდნენ ღმერთში თავისუფლები. ეს მითითებულია პავლე მოციქულის კოლასელთა მიმართ ეპისტოლის მეორე თავის მე-20 მუხლში. და ეს სასურველი ვარსკვლავი ერთ ღამეს გამოუჩნდა სწავლულ მოგვებს. ის მათთვის რომელიღაც უცხო გზისკენ მიუთითებდა და მათაც ძალიან სწრაფად მიატოვეს ყოველივე და გაჰყვნენ მას და როგორცაც ჩანს, გზა და გზა ისინი ესაუბრებოდნენ იმ იდუმალ ვარსკვლავს და მისგანვე შეიტყვეს მრავალი რამ. ალბათ თავად მისგანვე გაიგეს, რომ ეს განმათავისუფლებელი ვარსკვლავი კი არ არის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ წინამძღოლი, რომელმაც უნდა მიიყვანოს ახალშობილი იმ მეფის სახილველად, რომელიც ჭეშმარიტად მხსნელია ადამიანის მოდგმისა, რომ იგია, ვისაც იუდეველთა მეფე ეწოდება, რომ ვალდებულნი არიან სამი ძვირფასი მსხვერპლი, ოქრო გუნდრუკი და მური შესწირონ მას. აი ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი საოცარი სიტყვები მოგვახსენა წმინდა ნიკოლოზ სერბმა, შეგახსენებთ, რომ განმარტება მისი იყო, ჩემი მხოლოდ თარგმანი. დაგლოცოთ და გადახაროთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც განვაგრძობთ ღირსი მაქსიმე აღსარებელის მიხედვით. სვიმეონის სახეა იმ უძლური კაცობრივი ბუნებისა, რომელმაც გულით მიიღო ზეციერი მხსნელი და განმათავისუფლებელი. საკუთარი ნებითა და წყალობით რომ მოვიდა ჩვენთან გზა აბნეულთა მოსაძიებლად. აი რას გვიამბობს წმინდა ლუკა მახარებელი ღირსი მოხუცებულის სვიმეონის შესახებ. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სვიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც ისრაელის ნუგეშის ცემას მოელოდა. სული წმინდა იყო მასზე გადმოსული და სული წმინდისაგან აუწყები ჰქონდა, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა უფლის ცხებულს. სული წმინდით გაძლიერებული ტაძარში მივიდა, სადაც მშობლებმა ყარმა იესო მიიყვანეს, რათა აღესრულებინათ ყოველივე, რაც რჯულით იყო დაწესებული
სვიმეონმა ყრმა იესო ხელში აიყვანა, აკურთხა ღმერთი და თქვა: ახლა კი გავშვი მშვიდობით მონა შენი მეუფეო, შენი სიტყვის თანახმად, რადგანაც საკუთარი თვალით ვიხილე შენ მიერ მოვლენილი ჩვენი მაცხოვარი და მხსნელი იგია წარმართათვის გაბრწყინებული ნათელი შენი ერის ისრაელის სადიდებლად. ლუკას სახარების მეორე თავის 25 მუხლიდან 32 მუხლის ჩათვლით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ აუცილებლად ვკითხულობთ ანგელოზების წიგნს. უпростоრად ვაგრძელებთ საკითხავს. დემონი ცდილობს ადამიანი მოხიბლოს ხორციელი სიამოვნებით, ფუფუნებაში ცხოვრების იმედით. მის მიმდევრებს, ასე ვთქვათ, ჯილდოთ სირცხვილი, სინდისის ქენჯნა და ჯოჯოხეთის სატანჯველი ელის. იესო ადამიანს თავისკენ უხმობს, რათა ბოროტის დამარცხებით, ღვაწლით, სათნოებით ზეციური უკვდავების გვირგვინის შესწინოს. ქრისტესთან ერთად გამარჯვება უეჭველია, ჯილდო კი საუკუნო ნეტარება. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი ემსახურება სატანას. ისინი ბრმებივით მიყვებიან მას და მომავალზე არ ფიქრობენ. ბოლოს და ბოლოს უგნურ ცხოველთა მსგავსად უბსკრულში იჩეხებიან და კაცობრიობის მტრის ნადავლნი ხდებიან. ჩემო ძვირფასებო, რადგანაც პეტრე და პავლეს დღესასწაული ვიზეიმეთ, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის საკითხავი, რომელიც კონკრეტულად ამ ორ დიდ მოციქულს ეხება. კონკრეტულად კი ეს საკითხავი გახლავთ ჩემი წიგნიდან ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. შეიძლება თუ არა შეიცვალოს ადამიანი. ამ კითხვას ხშირად ვსვამთ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა წინაშე. პასუხს კი გაგვცემს ორთა მოციქულთა თავთა, წმინდათა პეტრეს და პავლეს განხილვა. ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ? პირველმა გულმხურვალებით აღიარა ქრისტე ძედღმრთისად და სულ ცოტა ხანში მოწინააღმდეგის, ანუ სატანის სახელი დაიმსახურა ქრისტე ღვთისაგან. ხოლო მეორეს დევნიდა ეკლესიებს და მათი საქმიანობის ყველაზე მოშურნე, თავგადადებული და მხურვალე მქადაგებელი გახდა. უпростоრად მე თქვენ განგიმარტავთ, რატომ ვახსენე ის უხსენებელი სიტყვა წეღან. გახსოვთ ალბათ პეტრე მოციქული, რომ ეტყვის ქრისტე უფალს, რომ კარგია უფალო ჩვენი აქ ყოფნა, არ წავიდეთ, ანუ შენ არ უნდა წახვიდე იერუსალიმში და არ უნდა ევნო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ სიტყვების შემდეგ ქრისტე ღმერთმა მას ეს სახელი უწოდა და სთხოვა, რომ განრიდებოდა მისი სახით ოროდი ძალა. უფალი გვეუბნება, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის სასარგებლო ცვლილება, ოღონდ ამისათვის სამი უმთავრესი პირობაა საჭირო. პირველი, ეს არის უარყოფა საკუთარი თავისა, რაც გამოიხატება პირველ მოციქულში, როდესაც ეუბნება უფალი, იგივე თემას ვაგრძელებ, შენ იზრახავ და ფიქრობ კაცისას და არა ღმრთისას. ხოლო მეორე მოციქული კი ამბობს, მე კი აღარ ვცოცხლობ ჩემში, არამედ ქრისტე. აი ნამდვილი უარყოფა საკუთარი თავის. მეორე პირობა აღება ჯვრის. პირველი მოციქულის დიდი ჯვარი იყო ის, რომ სამჯერ უარყო მაცხოვარი, ამით კი საბოლოოდ არ დაცემულა, არამედ მიხვდა, რომ
სხვებზე უკეთესი და თავგამოდებული რომ ეგონა თავისი თავი, სინამდვილეში ერთი უბრალო უძლური და უსუსური არსება ყოფილა. ამან ჩააგდო მარადიულ სინანულში და მთელი ცხოვრება ცრემლი არ შეშრობია თვალზე. სამაგიეროდ კი მომავალში მოციქულთა თავიც შეიქმნა და სასუფევლის კლიტეც დაიმსახურა ზვირუხსენებელი უფლისგან. მეორეს ჯვარი კი ის იყო, რომ რა იდეოლოგიასაც დევნიდა, ზუსტად მისთვისვე ყველაზე მეტი ტანჯვა დევნა და შეურაცხება დაითმინა. მესამე უმთავრესი პირობა საკუთარი თავის ცვლილებაში ის არის, რომ მრავალი სისხლის მსმელი და დამნაშავე ავაზაკი იღებდა ჯვარს და მიქონდა გოლგოთაზე და სინანული არ ქონდა. ხოლო შენ ქრისტეს უნდა შეუდგე. გზადაგზა შეძლების დაგვარად უნდა ბაძავდე მას სიტყვასა და საქმეში. მთავარია უდრტვინველობა, ჭეშმარიტებისთვის მსხვერპლი და უკიდურესი კაცთმოყვარება. თუ რაიმე თვისება გაღიზიანებს ადამიანში, დაითმინე და შენს ჯვრად ისაღიქვი, რადგან შენს ბევრს გითმენ სუფალი და გწყალობს ყოველ დღე. ქრისტეს ეს ორივე მოციქული ღირსეულად შეუდგა და დღეს ისინი არიან ჩვენი მოძღვარნიც, უხილავი შემწენიც და ჩვენი ყოველთათვის დაუღალავი მლოცველნიც. შეგვეწიოს ყველას მათი მადლი. როგორც ასჩანს, ცვლილება ყოფილა შესაძლებელი, ოღონ მსხვერპლის გარეშე არა. ამ ქვეყნიური სულიერი და ხორციელი განსაცდელებია ფასი იმ ქვეყნიურ მარადიულ სიკეთეთა შესაძენად. რამდენი გვეძლევა სრულიად უფასოდ და უსასყიდლოდ. მათი გონივრული და მადლისმიერი მოხმარებით ყოველივეს ჩვენივე სასარგებლოდ. საკუთარი თავის სასიკეთო ცვლილებისათვის ნამდვილად შეიძლება შეგეწიოთ უფალი. ეს სიტყვები უკვე ნამდვილად ჩემგან იყო, ჩემო ძვირფასებო. კითხულობ წიგნიდან იესო. მილხინე ღმერთო, ტკბილო იესო. წარე ცრემლითა მონანიესო. გიგალობ ღმერთო, ტკბილო იესო. ჩემ თვალთ მაგცისახს ნის წადიერსო. და ამისათვის თვალნიცა ჩემნი ცხარეცრემლითა აღმივს იესო. გიგალობ ღმერთო, ქრისტე იესო. წარწმე და ჩემი არ აქთენ იესო. და ამისათვის ვიხარებ სულით. მოწყალებ ტკბილო უსახივრესო. ვაგრძელებთ კითხვას წმინდანების წიგნიდან. ცილს რომ გწამებდნენ, თუ არჩევთ დუმილს, ძმის ცდომილების არ გსურთ გამხელა, გლოცავთ ღვთისმშობლის ლმობილი გული და ყოვლა წმინდის ხატი სამხელა. სიკეთით სავსე დღე გაგითენოთ, გწამთ ვისაც მადლის დღის ხვალინდელის, ვისაც ნაკლებად ღმრთის საიმედოდ გიორგი გლოცავთ დღეს თაწმინდელი. ვინც სადამკვიდრობთ იქ სიმშვიდით, ბარში, ქალაქში თუ მთის სოფელში, გლოცავთ, გაკურთხევთ ყველას, ტიხვინის მარად ქალწული თვით ღვთისმშობელი. დიდხანს გიცოცხლოთ, ის ყველა სული, ვისაც შეხარით, ვერ გეთმობიან, ლოცულობს მათთვის, ცრემლით ქალწული დაევედრება ღმერთს თებრონია. თავის შეცნობის და სინანულის, მომნიჭებელი, მადლის მფრქვეველი, იშვება ქვეყნად, თქვენც გლოცავთ გულით, ქრისტე ღმერთისა ნათლის მცემელი. გლოცავთ ოჯახში, ვინ რით სულდგმულობთ, ხართ ათეისტი თუ ღვთისმხმობელი, გრძნობი არეს და გულცივს უგულოს დედამხსნელისა, თვით
ღვთის შობელი. მესამე ფრაზის განმარტება პირველი სალმონიდან. არა ესრე უღმთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელაღ გავის ქარმან პირისაგან ქვეყანისა. ვინც მარადის ამძიმებს საკუთარ თავს, ამაო საზრუნავებით და არაზრუნავს სულისთვის, იგი ემსგავსება უღმთოს, რომელსაც საღვთო წერილი ამხილებს შემდეგი სიტყვით. უღმერთოს ცხოვრება მუდმივი საზრუნავებია. იხილეთ იობის საკითხავის მე-15 თავის მე-20 მუხლი. რამე თუ საკუთარი სულისთვის უზრუნველები ემსგავსებია მტვერს, რომელსაც ქარი აქეთ-იქით მიმოფანტავს. ეს შეგონება მოგვაწოდა წმინდა ნილოსმა და თეოდორიტემ ვევედროთ მეოხებისთვის. ვაგრძელებ ღვთისმშობლის დაუჯდომელის მუხლების კითხვას. ცნობამან უცნაურისა, საკვირველად გამოჩინებულ ხატისა შენისათვის მეძიებელ კაცთასა, გულისხმახ ყორამე თუ იხილეს თუ ვითარ ცარგრადსა შინა მკვიდრთა მიენიჭა, ყოვლა წმინდა ეხატი შენი. მისთანავე ჩვენსა, ჩვენ დამომართ მწყალობლისა მადლობელნი გიღაღადებთ ესრედ. გიხაროდენ, დედაო ცხოვრებისა ჭეშმარიტისაო. გიხაროდენ, მორჩილებითა შენითა ევას ურჩებისა დამხსნელო. გიხაროდენ, დახშულ სამოთხისაგან მღებელო. გიხაროდენ, სოფლისად თავისა გველისა შემმუსრველისა გამომაჩინებელო. გიხაროდენ, კიდობანო სოფლისა და მშვიდობის მომნიჭებლისა მტვირთველო. გიხაროდენ, ცოდვიან დანთქმისაგან სოფლისა მაცხოვნებელო. გიხაროდენ, კიბეო, რომლითაცა გარდა მოხდა ღმერთი. გიხაროდენ, ქვეყნიერთა ზეცად აღმყვანებელო. გიხაროდენ, ზღვაო, აზრობრივ ფარაონისა დამთქმელო. გიხაროდენ, მაყვალო წიაღსა შინა შენს საღვთაებრივ ცეცხლისა შეუწველად მიმღებელო. გიხაროდენ, აღთქუბისა ფიცარო ღვთივწერილო. გიხაროდენ, კლდეო წყურვილთათვის ცხოვრებისა წყაროისა აღმომდინელო. გიხაროდენ, დედოფალო, წინაშე ღვთისა მოწყალებითა შუამდგომელო ჩვენო. ძალმან მაღლისამან მოუგრილა მხარესა ტიხვინისასა ოდეს, ხატი ყოვლა წმინდისა მრავალგზის გამოეცხადა და მცირე ჯამს მოხილვითა თვისითა განაბრწყინვა, მიწები მისნიდა ახშენებად ტაძართა წმინდათა აღანთებდა მკვიდრთა მათასა. რათა განდიდდეს სახელი დედოფლისა, სადიდებელად სამჰიპოსტასურ ღვთისა, რომელსაც შევღაღადებთ. ალილუია. კიდევ და კიდევ შენდობას ვითხოვ ძვირფასებო, ფორმატის და მიხედვით მე ვერ ვდგები ფეხზე, წესით მე ფეხზე მდგარს უნდა წამეკითხა ეს ყოველივე, რადგან ეს საგალობელი გახდათ დაუჯდომელი, მაგრამ მე წარმოადგინეთ თქვენ წინაშე ჩემი თარგმანი. ვიდრე ლექსად თქმულ სახარებას წარმოგიდგენდეთ, უნდა მოგიყვეთ ერთი ესეთი საინტერესო იგავი, რომელმაც ძალიან სერიოზული გამოხმაურება მიიღო სოციალურ ქსელში და ლამის უკვე 400-მდე გაზიარება აქვს ამ სიტყვებს. თარგმნე თქვენთვის. მუხა და ქარი. აღშფოთდა და ახალგაზრდა მუხა. რატომ არ მაძლევ ქარო მოსვენებას? სულ მიბერავ და მიბერავ. ბალახს კი მხოლოდ ეალერსები და მე უკვე აგე რამდენი ტოტი მომამტრიე. უგუნურო, ეს ხომ შენივე სარგებელისთვისა, ამოიხრიალა ბებერმა მუხამ. ჩემი სარგებელისთვის? გადაირია ახალგაზრდა მუხა და ფიქრობდა, ამ ბებერს ჭკუა სულ გამოლევიაო. მან კი თუმცა არც გაუგონია განმარტა. ახალგაზრდობაო, ქარი გარხევს და შენი ფესვები სულ უფრო ღრმად ჩადიან მიწაში, მე კი მალე წამაქცევს იმისათვის, რომ შენ მზე მეტად დაგნათოდეს. აი მაშინ კი ახალგაზრდა მუხამ ქარს მადლობა გადაუხადა და ინანა გვერდზე გაწევა, რადგან არ შეეძლო იმისათვის,
ამ ბრძენი და ბებერი მუხის წაქცევის აუცილებლობა რომ აღარ შექმნილიყო. სახარება ლექსად თქმული სიყვარულით მორთმეული ქრისტე განკითხვის შესახებ. სახარება ლუკასი თავი 6 მუხლები 37-დან 45-ის ჩათვლით. ცუდი ჩვეულება ერთი შეითვისა უღმრთო ხალხმა, ბძულს ვერ ვიტან ამბობს ღმერთი, განკითხვაც და ძვირის ზრახვაც, სხვა ერთი, სხვა მეორე, ერთად კლავენ სულსაც და გულს, დააშორებენ მეგობრებს და ებრძვიან დიდ სიყვარულს, სიყვარულის მტერი ებრძვის დასაბამს და წყაროს მისას, ანიჭებს კი ყველას ღმერთი მრავალს ღირსაც და უღირსაც. ოდეს იტყვი ეს ქმნა ამან არის მხოლოდ ძვირის ზრახვა, ასეთია თუ კი იტყვი ესე არს ცოდვა განკითხვის. ხოლო ოდეს განიკითხავ შენც იგივე ღვთისგან გელის, რადგან მოყვასი არ გიყვარს შენც გყავს შენი გამკითხველი. თუ ლოცულობ მომიტევე ვითარცამე მიუტევებ, ამ სიტყვებით ლოცვის მერე ძმისკენ როგორ იშვერ ხელებს. ბეწვსაც ამჩნევ შენ მის თვალში საკუთარს არ აკვირდები და სამსჯავრო სამართალში არ ფიქრობ რომ განისჯები. კითხავ რისთვის? გიპასუხებ სახარებით ქრისტეს სიტყვით, განკითხვისთვის იმსახურებ მოყვასისა შენი ძმისთვის, რომელიც რომ უძლური არის, იმავ ვნებით, გულის თქმებით მის განკითხვის სურვილი გააქვს, გპირდება შენც დაინთქმები. უფსკრულისა შავსა ბნელეთს, სადაც უწინ ის ჩავარდა, იყო ვინც ამე მარჯვენე და ძლიერად ღმერთს უყვარდა, ამის შემდეგ გაუცხოვდა, საბოლოოდ გადაგვარდა, უწინ მკვიდრი ზეცის, სთხოვდა ღმერთსა ღორსა სახლკარადა, სადაც ის არს, ითრევს მსგავსებს, გაყინულებს სულით, გულით განკითხვით რომ მიემსგავსნენ ქცეულთ მტრებად სიყვარულის. კვლავ გეტყვის რომ მოგეწყვება ვით მიუწყავი მავზომით, მიუტევე მოგეშვება, განიკითხავ გიებ გლობით. მაშ დღეიდან დაიხსომე, განკითხვა რო ძმისა წარგწყმეც, უშველე სულს და იცხოვნე სიყვარული გადაგარჩენს. თვით მხილველი გეწეოდეს ყოლა წმინდა ღვთისმშობელის, დიონისეს გეძლეოდეს მადლი არეოპაგელის. დაგლოცოს და გაგახაროს ლუკამ ღვთის სიტყვის მთხრობელმა, განკითხვის წილ შეგასწავლოს სიყვარული ღვთისმშობელმა. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველოს.